ჯელის გამიდან ნიკა მელიას ხმაურიანი განცხადების შემდეგ ყველა ელოდა როგორი იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოზიცია. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის. მიაჩნია, რომ თუ მთავარი ამოცანა არის ქვეყნის გადარჩენა, ძალა პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთობლივად უნდა აჩვენოს ხალხის მიერ რეჟიმად გამოცხადებულ ივანიშვილის კულს. ამიტომ თუ არ გავითავისებთ და ჩვენს ყველა სიტყვაში და მოქმედებაში არ გავისიგრძეგანებთ სიტყვებს, რომ ძალა ერთობაშია და ეს მხოლოდ ლიტონის სიტყვებად დარჩება, მოიგებს ზუსტად ივანიშვილი ისევ, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში და ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყანას და ჩავაბარებთ რუსებს. თითოეულმა ჩვენგანმა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის განცდით უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ქვეყნის არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის, რომლებსაც გაუქმებით ემუქრება და რომლებიც უმეტესწილად ციხეში ყავს გამომწყდეული ივანიშვილს, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია და ამის გარეშე ქვეყნის გადარჩენა შეუძლებელია. ის რომ ოპოზიციურ ველზე არსებობს ერთობის შანსი, ამაზე საუბრობენ ლელო ძლიერ საქართველოში. ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში ყოფნას არ აპირებენ, რომ მათთვის წითელი ხაზები არ არსებობს. კუპრაძის შეფასებით არ აქვს მნიშვნელობა წარსულში ვის რა აქვს ერთმანეთზე ნათქვამი, მნიშვნელოვანი არის ლელო ძლიერი საქართველოსთვის დიდი გაერთიანება და მოძებნა გზების იმისთვის, რომ შედგეს დიდი ერთობა, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის მთავარი ფორმულა, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს. ჩვენთვის ცალსახა წითელი ხაზები არ არსებობს, რა თქმა უნდა არის განსხვავებული ხედვები რიგ საკითხებთან, წარსულთან, მომავალთანაც დაკავშირებით, მაგრამ ცალსახა წითელი ხაზები არ არსებობს. მთავარი და მნიშვნელოვანი არის არა ტოტალური ერთობა, არამედ ერთობა საერთო სტრატეგიის გარშემო, როგორ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. ამ საკითხების გარშემო მსჯელობა არის აუცილებელი, გარდაუვალი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მიუხედავად იმისა, ვის რა აქვს ნათქვამი ერთმანეთზე. ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ ერთობაზე და ერთობაზე საუბარი დაიწყეს მას შემდეგ, რაც განსაზღვრების კამიდან მელიამ საკუთარი წითელი ხაზები გაალო, არ არის გამორიცხული, რომ პროცესები დაჩქარდეს პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების ჯერჯერობით არ მოგვისმენია ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მელიას განცხადებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე, ყოველ შემთხვევაში არ იძებნება რაიმე განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.